ამას უნდა 6 უნდა ძმაო 1 წლიანს. ანუ ბინადრობა 1 წლიანს 6 უნდა. Am paruli video ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას პირდება. ცანავას პირობებით 1 წლიანი დოკუმენტის დამზადებისთვის პირს მისთვის $6,000, 5 წლიანისთვის კი $12,000 უნდა მიეტანა. ყველას გაუშვებენ ახლა, ვისაც საბუთი არა. არა, ჰამარ მიფრესა მირო, აიქი საბუთ ნადარი, yani სანად ნადარი მიფრესა მირო. ქუჩაში გააჩერებენ, ხელს მოკიდებენ აეროპორტში. აი სადაც გინდა მივიდეს და რამდენს ეთქვია. თან ეს 100%-იანი იცი. $2,000. واقعا دیگه بیشتر نتونستم. მართლა მეტი არ შემეძლო რა. მომისმინე ეს $2,000 და სამშაბათი 3,450 საქმის მასალებში დევს აუდიო ჩანაწერს. საიდანაც ირკვევა, რომ ლაშა ცანავა ირანის მოქალაქეს საჭირო საბუთების მიტანასთან ერთად ფულის დროულად ჩარიცხვას თხოვდა. ხვალ მოიტანოს თან ხალხური არაფერი არ გამოვა ესე ჩემო ძმაო. და არ უნდა შეეშალოს ახლა მაგას ჩვენთან თორე ჩათვალე რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება ძმა. მე მითხრეს ეხლა გავაჩერებთ. და კლიენტად რო მოიტანს დავიწყებ ისე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ლაშა ცანავამ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოტყუებით მხოლოდ $2,650 გამორთმევა შეძლო. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლც მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე დაკავებული ცანავას გამართლება ნაციონალებმა სცადეს. მისი ახლო მეგობარი ხაბეიშვილი დანაშაულს დახმარებას უწოდებს. მანვე დაადასტურა, რომ ცანავას უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კავშირი ხშირად ჰქონდა. წესიერი კაცია, მშრომელი, ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევებში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის? საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის რწმენა ხაბეიშვილს პატიმარმა სააკაშვილმა გაუმყარა, რომელმაც სოციალურ ქსელში ხაბეიშვილის წინააღმდეგ პროვოკაცია დაანონსა. რაც სააკაშვილმა დაწერა, ის დღევანდელ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ გაიმეორა. თუმცა ხაბეიშვილის დაკავების ნაცვლად კომენტარის გაკეთება სხვა თანაპარტიელზე მოუწია. ხედავთ სუსის გააქტიურებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს. ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო გაცილებით უფრო მასშტაბური ტიპის პროვოკაციებს. ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, ამიტომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიება მათთვის მნიშვნელოვანია. დღეს კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ყველა პირი, რომელიც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაშია ჩართული, ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მმართველგუნდში ნაცების კრიმინალურ ბუნებაზეც საუბრობენ. ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილი არის, შეეხება უკანონო მიგრაციას, რაც ერთი მხრივ არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში და მეორე მხრივ ზუსტად ეს საკითხი არის სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანი არის უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია, ასე რომ ამ ადამიანების ნებისმიერი ადამიანი ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთო ძირს უთხრის საქართველოს საერთო ასე ვთქვათ განვითარებას. დააშავა უნდა დაისაჯოს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების წევრი. საკურველი ამაში ერაცხავენ რაღაც პოლიტიკურ დევნად, მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად, სულ სარაკლია არც პროფესიონალიზმი, არც პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. საზოგადოებას გავახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია არის ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატი, რომელიც იკვებება იგივე კეზერაშვილის თანხებიდან, რომელიც წარსავდა ქართული ჯარსა და ასევე ევროპელ პენსიონერებს. ამიტომ ეს არის ფრინველად სახე ნაციონალური მოძრაობის რადიკალური ოპოზიციის და იმ ადამიანების, ვინც დღეს ებრძვიან და მტრობენ ჩვენს ქვეყანას. დანაშაული თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაშა ცანავას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.